ახლა ნიკა მელიას ჩავთავთ რამდენიმე წამში, ჩვენ კიდევ ერთი სტუმარი გვეყოლება თინა ხიდაშელი. ნიკას მივესალმები, ნიკა ძალიან დიდი მადლობა რომ გვერდები პირდაპირ ეთერში. რისი დემონსტრაცია იყო დღევანდელი დღე და ასევე მინდა ვილაპარაკოთ თარიღებზე 9 მაისის შემდეგ კიდევ ერთი თარიღი, რომელიც გამოიკვეთა, ეს არის 26 მაისი, როცა მათ შორის პოლიტიკური ჯგუფებიც, სამოქალაქო საზოგადოებაც, აქტივისტებიც, პროტესტში ჩართული ადამიანები ასევე აპირებენ გამოსვლას. აი ეს თარიღებიდან თარიღებამდე პოლიტიკურ ცხოვრებას როგორ უყურებთ? არა, მოგესალმებით. თარიღებიდან თარიღებამდე პოლიტიკურ ცხოვრებას ძალიან უარყოფითად უყურებ, ასე არაფერი არ გამოვა არასოდეს და ეს ასე არც არის. ეს არ არის თარიღებიდან თარიღებამდე ცხოვრება, ყოველდღიური ბრძოლა არის, ყოველდღიური რუტინული დიახაც პროტესტია და უბრალოდ ამ პროცესში არის თარიღები, სადაც გაცილებით მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას ფიზიკურად, მათი ჩართულობა გაცილებით რაოდენობრივად მეტის ხდება. თორე სხვაგვარად ეხა გუწველად პასუხობთ, ეხა თარიღებიდან თარიღებამდე როგორ შეიძლება არა, ეს არ ნიშნავს, რომ შუაში არაფერი ხდება, ნიკა, არ მიგულისხმია, რომ შუაში არაფერი ხდება, მაგრამ ეს თქვათ, ეხა კიდევ ერთი თარიღი გამოიკვეთათ ხო 26 მაისს და დღეს ხელისუფლება რაღაცნაირად ძალიან დღევანდელი დაკიბუქობდა, რომ ფეხი არავის წაგიცდეთო, მინდა რომ ამ 26 მაისზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ დღევანდელმა დღემ რა აჩვენა თქვენთვის ესეც არის საინტერესო. გითხეთ, რომ რა აჩვენა, რისი დემონსტრირება იყო, გითხეთ და დემონსტრირება იყო რწმენის, დისციპლინის, გაუტეხლობის, ჩემის აზრით. დემონსტრირება იყო ძალიან დიდი სურვილის, დაუოკებელი სურვილის, მიუხედავად ძალიან მძიმე ფონისა, პირობებისა, ბევრი თვალსაზრისით, ბევრი ადამიანი იყო ხო გამოსული და სურვილი, რომ ევროკავშირის წევრობა დიახაც ამ სახელმწიფოსთვის ამ ეტაპზე ნამდვილად გააზრებული აქვს. ხალხს არის პანაცეა, კი ბატონო, კი. და საუკეთესო თქვა დღეს დილით ადრე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, რომ ევროკავშირის წევრობა დიახაც არის საშუალება და არა ვალდებულება. რომ ვალდებულება არ არის ნამდვილად და არავინ არ აკისრებს არავის ვალდებულებას, რომ იყოს რომელიღაცა თუნდაც ევროპული ოჯახის წევრი, ხო? მაგრამ ჩვენთვისვე არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რომ იმ ოჯახის წევრობა ნიშნავს სტაბილურ სახელმწიფოს, ღირსეულ სახელმწიფოს, ავიცი, სადაც შეიძლება ადამიანმა ცხოვრება დაგეგმოს. ცხოვრება ამ ქვეყანაში არ იგეგმება, ვერავის მიერ ვერ იგეგმება. ყველაზე უზრუნველი ადამიანიც კი ფინანსურად საქართველოში ვინც ცხოვრობს, ის ცხოვრებას ვერ გეგმავს. ამორიცხული არის, ვინაიდან არასტაბილური გარემოა, უსაფრთხო სივრცეები პრაქტიკულად ქალაქში და ქვეყანაში აღარ არსებობს, ხო? მდიდარი სახელმწიფოები, მშვიდობა, სადაც არის ნორმა და სტაბილურობა და განვითარებისთვის შესაბამისი პირობებია, ეს ყველაფერი უმეტესობა ამ ქვეყანაში ცხოვრობს, აი ესეთი ცხოვრების სტანდარტი და ხარისხი დაინახა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პირობებში. მე ჩემთვისაც ხო, როგორც პირველ რიგში მოქალაქე ვარ, ხო, მე გვაქვს ჩვენი ესე პროფესიები, ხო? კი, მე მჯერა, რომ საქართველოს იქნება მდიდარი სახელმწიფო, სადაც კეთილდღეობა არ იქნება რაღაცა სპორადული და ცალკეული ჯგუფებისთვის, არამედ იქნება ნამდვილად სტანდარტი ყველასთვის, უბრალოდ იმ ოჯახის წევრი უნდა გახდე. ეხლა გვაქვს განსხვავებული რეალობა, ვიდრე ქონდა ოდესმე, როდესაც იმ ოჯახში ჩვენ გვეძახია, მაგრამ ჩვენ თვითონ არ მივდივართ ივანიშვილის ხელისუფლების სახით და გართულდა, რა თქმა უნდა, გამოწვევები ხალხს გაცილებით მეტი მართავს, ვიდრე ოდესმე შეიძლებოდა ძალისხმევა გაეღოთ და ეს ძალისხმევა ოდესმე სხვა ნორმალურ რეალობაში იქნებოდა მოქალაქის მხრიდან გაღებული, უბრალოდ არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა იმ ჯგუფისთვის, ვინც უზრუნველყოფდა ამ ისტორიული მისწრაფებების რეალიზებას, პრინციპში ასეც იყო თითქოს, აღმოჩნდა ყასიდად ქართულმა ოცნებამ დეკლარირებულად თქვა, მაგრამ სხვანაირად მოიქცა, რომ მისი კურსი არის დასავლური, საზოგადოების დამატებითი ნაწილი არჩევნების შემდეგ დარწმუნდა, რომ ეხლა სამწუხაროდ ქუჩაში აქტიურად დგომის გარეშე, ბოლომდე ბრძოლის გარეშე
ეს მიზანი ვერ მიიღწევა და არც არაფერი არის პრინციპში გასაკვირი და დიდი ისტორიული მიზნების მიღწევას ყოველთვის ჭირდება გაცილებით მეტი ძალისხმევა და ენერგიის გაღება და დროის დათმობა თუ ქუჩაში პროტესტში ყოფნა სტაბილურად თანმიმდევრულად ეს თქო რუტინულად ეს არის თქვენი აზრით თავარი გზა ახლა რომელიც ადრე თუ გვიან შედეგს მოიტანს ასე ხომ არ არის დიანა არა ცალკე ქუჩა აღებული ქუჩა ნებისმიერ არა დიახაც მე არ გეკამათებით უბრალოდ სხვა რამე მინდოდა მე თქვა არა რა თქმა უნდა ქუჩა არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ყველა ეტაპზე ზოგადად როდესაც აპროტესტებს საზოგადოება რაიმეს ხო მაგრამ ახლა უმნიშვნელოვანესია ყველა კომპონენტი რომელიც ჩემის აზრით სახეზე არის წარმატებით ამუშავებული ხო საგარეო დონეზე და საგარეო მიმართულებით მე ვფიქრობ არავისთვის ყურში ჩასაჩურჩებელი არ არის და არც სათქმელი არ არის არც ბრიუსელში და სტრასბურგში და არც ვაშინგტონში და არც პარიზში და არც ლონდონში რომ იცით რა დაგვეხმარეთ და დაგვიდექით გვერდში გადავარჩინოთ დემოკრატიული ფასეულობები და ღირებულებები და არჩევითობა დავაბრუნოთ და ყველაფერი იცის ოღონდ ისიც გვახსოვდეს უნდა რომ მთელ სოფლიოში 1/3 მარტო სახელმწიფოებისა სადაც დემოკრატია არსებობს, სადაც დემოკრატიული წესრიგი არის, ასეთი 1/3 სამწუხაროდ, ხო? არის სხვადასხვა რეჟიმები, მათ შორის ავტოკრატიული, დიქტატორული და არ ვიცი, ჰიბრიდული და ბევრს გაუმართლა, ბევრმა ერმა იბრძოლა და დემოკრატია ჩამოყალიბდა და ხალხზე იყო დიწვა და დამოკიდებული ხშირ. ასეთ შემთხვევაში ვართ ჩვენ ახლა მოქცეულები. კი ბატონო, ყველა ჩვენი საუკეთესო მეგობარი ხარში გვიდგას, როგორც შეუძლიათ და ბევრი შეუძლიათ და აკეთებენ თავიანთ გასაკეთებელს ერის ხარდასაჭერად, მაგრამ ჩვენს გარეშე, ჩვენი ძალიან დიდი აქტიურობის გარეშე ვერანაირი ვაშინგტონელი, ბიუროკრატის და ბრიუსელელი და სტრასბურგელი ბიუროკრატის დახმარება ვერ იქნებოდა და ვერ იქნება მომავალშიც საკმარისი. აქედან გამომდინარე დიახაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ქუჩა არ არის, იცით რა ვიცი, უბრალოდ აქტიური მოქალაქეა, მე ასე ვიტყოდ, ქუჩა არა, აქტიური მოქალაქეა. ქუჩა თავისთავად არ არის. შეიძლება თანამშრომ ადამიანია მთავარი. მადლობა ნიკა, ძალიან დიდი მადლობა. ადამიანი ვინაიდან არის პასიური და აქტიური ამორჩეველიც, მოქალაქეც, პასიური ამორჩეველი დავასრულებ არჩევნებზე მიდის ხოლოდ და მანამდე პოლიტიკური პროცესებიდან გამორთულია აქტიური, კი ბატონო ყველგან დადის 50 კაციანი აქცია თუ ჩაინიშნება იქ იღებს მონაწილეობას. ახლა ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება რომ აი ეს საპროტესტო მოკლედ საზოგადოება დაყოფილი იყოს პასიურ და აქტიურ ნაწილად. რა ყველანი უნდა ვიყოთ აქტიურები შესაძლებლობის ფაქტებში და ასეთ შემთხვევაში ძალიან ჯერა წარმატების. ნიკა მადლობა. ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა, დავემშვიდობები.